მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასაუბრებთ. მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში. პარტნიორის ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ნახოთ. მოდით ნახოთ, ვინ ხართ თქვენ? უფრო სწორად, რა ურთიერთობაა ახლა, რომ უფრო კარგად მივხვდეთ ვიზია საუბარი. ნახოთ, რა ურთიერთობა გაქვთ ახლა ამ ეტაპზე, ამჟამად თქვენი ურთიერთობა. ახლა მე არ განმოვიდა. კარგით, შემდეგი მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. მისი გრძნობები, სავარაუდო მოქმედება და თქვენგან რა მოლოდინი აქვს, ანუ თქვენგან რას ელოდება. მგონი წარსული ურთიერთობის მდგომარეობა, მაგრამ ნახოთ. მე მგონი წარსული ურთიერთობის მდგომარეობაა თქო და პირდაპირ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. ადამიანი არის გასული ურთიერთობიდან, თქვენი ურთიერთობა არის ამ ეტაპზე გაჩერებული, დასრულებული, მაგრამ ნახეთ, ბოლომდე დასრულებულს მაინც ვერ ვიტყვი ბოლომდე დასრულებულს. აქ უფრო როგორი მომენტია, იცით, რომ თითქოს ადამიანი გასული არის გასაანალიზებლად, გადასახედად მდგომარეობის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, აქვს თუ არა ურთიერთობის შანსები და აქვს თუ არა ურთიერთობის რაღაცა მომავალი და პერსპექტივები. რატომღაც ესე უფრო მომდის ეს ინფორმაცია, ხო? ან თქვენი ურთიერთობა ეხლა არის პაუზაზე გასული, სადაც ადამიანმა შეიძლება მოითხოვა დაფიქრებისთვის, გაანალიზებისთვის, დალაგებისთვის, რა ვიცი, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მოითხოვა, რომ ჯერ ბინას ვიყიდი და ცოტა ხანში შეგეხმიანები, ხო, აი რაღაც ესე ცოტა ისიც რომ შევხედოთ მსუბუქად ამ სიტუაციას, მაგრამ აქ არის ის მომენტი, როდესაც აი ადამიანი უფრო მეტად რამდენად ნახეთ, მოდით ესე ვიტყვი, რამდენად მისაღებია, რამდენად პერსპექტიულია ეს ურთიერთობა მისთვის რაღაცა აი ესეთ მდგომარეობას უფრო ხედავ აქ, ხო? ადამიანი საკმაოდ ისეთი თავისი ეგოთი, თავისი რაღაცა პრინციპებით არის და რამდენად ღირს, ანუ რამდენად მისთვის სახარბიელო მდგომარეობა არის ეს მომენტი. ანუ ნახეთ, ცოტა ესე გამომდის ახლა ნათქვამი, მაგრამ როგორი მომენტია ეს თითქოს ეს ურთიერთობა მისთვის რამდენად ბედნიერების მომტანია, ხო? ხომ არ მოუწევს რამეზე უარის თქმა, ხომ არ მოუწევს რამეზე დაბრკოლება. თითქოს რაღაცა ეს მომენტი, აი ამ მომენტისთვის არის ადამიანი გასული, რომ კარგად გაანალიზოს რა უნდა, ანუ ეს ურთიერთობა, რომელიც შეიძლება მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ამ ადამიანს ეს ურთიერთობა ძალიან დიდ შანსადაც გამოუჩნდა. აი როგორ მომენტს ვიძახეთ, რომ როდესაც ადამიანი სულ არ ელოდება რაღაცა თქვათ ურთიერთობაში ისეთ რამეს, როგორცაც თქვენ განიღებს, ხო, აი როგორ ემოციასაც თქვენ განიღებს, სულ ვერ წარმოედგინე, რომ შეიძლება და ესე შეჰყარებოდა ვიღაცას, ხო, აი რაღაც ეს მომენტია, რომ ესეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ და თქვათ ესე ზრუნვა ამ ადამიანზე ვერ წარმოედგინე, რომ შეიძლება და რაღაცა ესეთი გულწრფელი მომენტები თუ ადამიანი ცოტა მატერიალური კუთხით ძლიერია, ვერ წარმოუდგენია, რომ მისი მატერიალური კუთხე სულ არ გაინტერესებდეთ და პირიქით გაინტერესებდეთ მხოლოდ მისი ეს სულიერი მდგომარეობა, ხო? აი რაღაცა და აი ამ გაანალიზებაში არის რისთვის ხართ თითქოს. აი თითქოს შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ თქვენ მასზე მაღლაც იდგეთ პირიქით. ხო, არის ეს მომენტებიც, რომ ქალბატონი უფრო ანუ რაღაცა მაღლა დგას და ადამიანს აქ როგორი განცდა, ისეთ რომ აი
ჩემზე უკეთესია ყველაფრით, ჩემზე მეტი აქვს, ჩემზე ცნობადია, ჩემზე წარმატებული და აი ჩემთან რა უნდა, ხო, აი მე რა უნდა მივცი ამ ადამიანს, აი რაღაც მომენტი, ეს მომენტიც არის. აი ცოტა ესეთი გაურკვეველი აზრები რო აქვს ადამიანს, ხო ხვდებით, აი ერთ მხრივ თითქოს რაღაცა კი ყველაფერი ხდება, რატომაც არა, მეორე მხრივ არაფერს არ ხდება და თავის ქაოსურ მდგომარეობაში როს, რომ აი გამოერჩიოს, გამოერკვიოს, რა არის ეს, რა მომენტი არის, ხო, ეს ურთიერთობა. და ნუ ამიტომ ეს ადამიანი რაღაცა ახლა ცოტა გასული არის გვერდზე, ხო, გვერდზე არის გამდგარი. კარგი, მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში, ნახოთ. მისი ფიქრები. ახ, თქვენ როგორი ცეცხლოვანი ხართ, როგორი მიმზიდველი ხართ, როგორი ემოციური ხართ და მისი ფიქრები ის, რომ ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ლტოლვა. ის, რომ ორივეს გაქვთ რაღაცა ესეთი საინტერესო გამოწვევები ერთმანეთის მიმართ, ხო? მაგრამ ფიქრობს, რომ ძალიან ესეთი თქვენ ცოტა პრინციპული ადამიანი ხართ, ესე ფიქრობს. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, იმ გადაწყვეტილებას ბოლომდე გაყვებით, ხო? თქვენ თითქოს ფიქრობს, რომ უკვე გაქვთ მიღებული რაღაცა მონახაზი ან რაღაცა იცით, სად მიდიხართ, იცით რა გინდათ და ნუ ახლა ეს მომენტები. მე ვერ ვიტყვი, აქ ორივეს მხრიდან არის ძალიან დიდი ენერგია და ემოცია. ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ, აი კი, ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი გრძნობების მომენტი, მოდით ესე გადავდოთ გვერდზე, მაგრამ ერთმანეთის მიმართ რაღაცა ეს ლტოლვა, ლტოლვაც ცუდად ნუ მივიღებთ და ნუ გავიგებთ იმას, რომ მაინდა-მაინც რაღაცა ესეთი სექსუალური კუთხით რაღაცა მომენტები არა. უბრალოდ აი ერთმანეთის ენერგიებზე რო ვართ დამოკიდებულები, რომ აი მისი ერთი ზარი შეიძლება თქვენთვის რაღაცა ენერგიის მომცემია, რომელიც მე უბრალოდ აი რაღაც კიდე დღის განმავლობაში რაღაც ძალიან ისეთ სტიმულს გაძლევთ, ან მისთვისაც, აი ორივესთვის, აი ერთმანეთთან კომუნიკაცია თითქოს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აი რაღაცა მარტო აი უბრალოდ დილამშვიდობისა როგორ ხარ, ესეც კი ერთმანეთისთვის ძალიან დიდ რაღაცა ემოციას და მთელი დღის განმავლობაში ენერგიას ქმნის, ხო? აი რაღაც ეს მომენტია. ერთმანეთის ენერგიებთან ხართ დამოკიდებულები, ესე რომ ვთქვათ. მისი გრძნობები ვინმე. გრძნობები ცოტა მოვიკოჭლებთ. აი გრძნობებს რაც შეეხება მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანი ცოტა უჭირს ადამიანს გრძნობებზე მდგომარეობა, გრძნობებზე საუბარი. აქ როგორი მომენტია ეს ადამიანს მე შეიძლება ესე ვთქვა, რომ შეიძლება ცოტა გამოცდილება აქვს წარსულიდან გამომდინარე. და ჯერ ვერ არის გამოსული ამ სიტუაციიდან. შესაბამისად, ეს წარსულის გამოცდილებები გრძნობებთან მიმართებაში ცოტა რაღაცა მტკივნეულად ისახება, ხო? მე ესე ვიტყვი, რომ აქ ხო გრძნობებიდან ჯერ ვერ არის გამოსული, აქ გრძნობებზე მაპატიეთ მართლა ვერაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი ემოციური კავშირი გაქვთ ერთმანეთთან და აი რაღაც ერთმანეთის გარეშე შეიძლება ვერცლებდეთ. გრძნობები ცოტა გვერდზე გვაქვს გაწეული. გრძნობები ბოლომდე ვერ არის. აქ კარგად გრძნობს თავს თქვენთან, მოსწონს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ გავიდა გვერდზე და გაგვეცალა, მაინც აქვს ეს რაღაც, აი თქვენს მიმართ რაღაც ეს კომუნიკაციის სურვილი, მაგრამ გრძნობები ცოტა რთულად გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანი არ არის გამოსული რაღაცა ტრავმებიდან, არ არის გამოსული რაღაცა პრობლემებიდან, რომელიც სულში ჩარჩა ეს პრობლემები და შესაბამისად ჯერ სჭირდება განთავისუფლება სივრცეს. მე ესე ვიტყოდი, შეიძლება გრძნობებით აქვს სხვა გრძნობები, რომელიც აი ზუსტად ისე მტკივნეულად ჩარჩა თუ განსაკუთრებით რაღაცა ყავდა ოჯახი ან რაღაცა ისეთი ურთიერთობა, სადაც ოჯახზე იყო საუბარი. ადამიანი არის ცოტა
ხო, ანუ აქ თითქოს ადამიანი არ არის თავისუფალი გრძნობებისთვის. ანუ თავისუფალი ხარ, ვთქვათ, ხო, არ ვიცი, შესაძლებელია აქ ვიღაცისთვის რაღაცა ეს მომენტიც იყოს, რომ ხო, არ ვიცი, რადგანაც არის ეს მომენტი, რომ ყავდა უკვე ოჯახი, ან რაღაცა ისეთი ცოტა უფრო ისეთი ურთიერთობა, რომელმაც ძალიან დიდი ტრავმა დაუტოვა და აი ამ ტრავმიდან გამომდინარე ადამიანი ვერ ახერხებს გამოსვლას და ამიტომ გრძნობებს თოკავთ, ხვდებით, ანუ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გრძნობებთ. შეიძლება ის მომენტიც იყოს, აი ეს გაცლა და რაღაცა გარიდება არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან მიმართებაში, რომ შეგიყვაროთ თუ არ შეგიყვაროთ, აი რატომღაც ეს რომ ანუ მიგიშვათ თუ არა იქამდე, აი იმ სივრცეში, რომელშიც უკვე აი თქვათ წითელ ხაზს გადააბიჭებთ, ხო? ანუ კარგად გრძნობს თავს, ძალიან ბედნიერათაც გრძნობს თავს, აქვს ლტოლვა, მაგრამ აი იქ სადღაც წითელი ხაზი გულისთან რო წითელი ხაზი გადის, იმ ხაზს გადაგაბიჯებინოთ თუ არ გადაგაბიჯებინოთ, თითქოს აი რაღაც ეს მომენტი აქვს. კარგით, მისი ქმედება. ვიდეო, მისი ქმედებისა რა მოგახსენათ, მაგრამ მე აქ უფრო ხედავ თქვენ ქმედებას, აქ შესაძლებელია რომ მაინც ვიკითხოთ. ესთან დაკავშირებით. ხო, აქ ნახეთ ქმედებას სამართაბაში, რო გითხრათ ეს ადამიანი ხარ ამის იმოქმედებს, ხო, არ იმოქმედებს, დიდად დიდი ქმედება არ იქნება, აქ უფრო ქმედებას მე ვფიქრობ, რომ თქვენგან იქნება, იმიტომ რომ იმდენი ხანი შეიძლება იმდენი ხანი გავიდეს ადამიანი რაღაცა ფიქრის რეჟიმში და მერე დაბრუნდეს და მერე კიდე ისევ მოითხოვოს, ან შეიძლება უკვე მე რამდენად არის გასული ფიქრის რეჟიმში, რომ დრო მოვიდა, მიიღოს გადაწყვეტილება და არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიძლება აქ უკვე თქვენ მოგბეზდეთ ამ მდგომარეობის მოთმენა და უბრალოდ რაღაცნაირად საბოლოო ჯამში თქვათ, რომ მოდი შენ თავს მიხედა, მე ჩემ თავს მიხედავ და რა ვიცი, როცა დალაგდები და როცა გამოხვალ სიტუაციებიდან მე გამოხვალ შენი მდგომარეობიდან მე მოდიხო და თუ მენდომება დაგაბრუნებ აი ეს მომენტი. ქმედება სამწუხაროდ დიდი არაფერი არ იქნება, გარდა იმისა, რომ ადამიანი ეცდება რაღაცნაირად ერთის მხრივ რა მომენტი ქმედება იქნება, იცით რომ აი იმისთვის რომ თავისი კომფორტის მდგომარეობა შეინარჩუნოს და იმისთვის რომ რაც ის ჭიხში მოქცეული მდგომარეობა თუ ექნება რომ დროზე მიიღე გადაწყვეტილება, რაღაცა დრო გაგიწელოთ, ხო? რაღაცა ეცადოს რომ შეინარჩუნოს თქვენთან ურთიერთობა ერთის მხრივ, მაგრამ რაღაცა ესეთი მასიური და რაღაც გლობალური ცვლილება არა, აქ უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომოგონებდა იმდენად დაიღალოთ ამ გაურკვეველი უპასუხო და ჩამოუყალიბებელი მდგომარეობით, რომ საბოლოო ჯამში თქვენ თქვათ, რომ მოდი გამერიდე. აქ ცოტა ესეთი სიტუაცია. რა მოლოდინი აქვს თქვენთან მიმართებაში? სასწაული. ცოტა უცნაურია, მაგრამ მე ესე ვიტყვი, რომ რა მოლოდინი აქვს თქვენთან მიმართებაში, რომ ნახეთ აქ ну არ ვიცი ხა, ალბათ ადამიანს უნდა რომ თავი დაერწმუნოს იმაში, რომ ყოველთვის ანუ თუ დაგკარგავთ,
ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თქვენ ვერ დააფასეთ ეს ადამიანი და თქვენ ვერ გააკეთეთ. ანუ თითქოს მოლოდინი აქ იმისი, რომ არ ვიცი, რომ წავა და რომ გაიპარება ურთიერთობიდან თქვენ რაღაცა არ დაიწყებთ ამ ადამიანისკენ რაღაცა შრომის ჩადებას თითქოს ხო რაღაცა დაბრუნებას ან რაღაცა გამოგყვევას ან რაღაცა არ ვიცი გატირებას რაღაც ანუ მოლოდინი თქვენგან და თითქოს მეორე მომენტი აქ ის მომენტი რომ მოლოდინი რა აქვს თქვენთან მიმართებაში რომ ერთ დღეს უბრალოდ თქვენ ადგებით და წავთ თითქოს იცით როგორი მომენტი არის რომ ნახეთ ადამიანს ეთყობა მსგავსი მომენტი აქვს გავლილი ძალიან ისეთი ემოციური მდგომარეობა ქონდა იმ წარსულ ურთიერთობასთან მიმართებაშიც და თქვათ რომ დაუსრულდა იგივე ელოდება თითქოს ხდებით აი იგივე მოლოდინი აქვს იმის რომ ერთ დღესაც თქვენს ადგებით და წახვათ ამ ადამიანის ცხოვრებიდან უბრალოდ სამუდამოდ გაეცლებით და გაერიდებით ხო რატომღაც ეს მომენტია რაღაცა ცოტა უცნაურად ფიქრობს ადამიანი რაღაცებზე აი რაღაცა თქვენთან მიმართებაში მოლოდინი თქვენგან ძალიან ისეთი საინტერესო რატო აქ ეს განცდები რატო ფიქრობს ესე ხო, როგორც გითხარით, აქ შეიძლება ადამიანს ყავდა ოჯახი, აქ ადამიანი აღმოჩნდა რაღაცა, არ ვიცი, რაღაც ღალატის მსხვერპლი, რაღაც პრობლემის სამკუთხედი სიტუაციაში, ოღონდ არა მისი მხრიდან, არამედ პარტნიორის მხრიდან და ადამიანს აქვს ეს მოლოდინი, რომ თუ ჩადებს ანუ რესურსს, მას ისე ატკენენ, ისე მდგომარეობაში ჩააყენებენ, ისევ თავიდან ექნება გამოსავლელი ის მდგომარეობა და შესაბამისად, ანუ ამიტომ ფიქრობს, რომ მის გვერდით არავინ არ იქნება, ხო? ყველა ვინც გამოჩნდება რაღაცა პერიოდის მერე, უბრალოდ მისი ცხოვრებიდან წავლენ და მას მიაყენებენ ძალიან დიდ ტრაუმას, ხო? აი მე ესე გეტყვით, რომ ეს ადამიანი, ხო, ვინც მოვიდა სასაუბროდ თქვენთან, არის საკმაოდ ტრაუმირებული ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა და ტკივილი აქვს გავლილი. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენს მიმართ აქვს ამ ადამიანს ტოლვა და თქვენს გაქვთ ამ ადამიანის მიმართ ტოლვა, ეხლა ცდილობს რომ გაგერიდოთ, იმიტომ რომ გადააფასოთ და გადახედოთ, რომ ნამდვილად დარჩებით თუ არ დარჩებით, მაგრამ მაინც აქვს იმის მოლოდინი, რომ ერთ დღეს უბრალოდ თქვენ მის ცხოვრებიდან გაქრებით და ამ ადამიანს ისევ ტკივილით ექნება, ისევ რაღაცა განცდა ექნება, ისევ რაღაცა პრობლემა ექნება და რატომღაც ფიქრობს იმასაც, რომ სულ ოჯახი შექმნას ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება თქვენ ეს ოჯახი ჩამოუშალოთ და დაუშალოთ, ხო? იმიტომ რომ ეს რაღაცა მდგომარეობა თითქოს უკვე გამოვლილი აქვს და თითქოს უკვე განცდა უკვე მიიღო ამ სიტუაციის და ქმედებაშიც ხო არაფერს არ ვიმოქმედებ, რა ვიცი, დაველოდები სიტუაციას და ნუ ალბათ რომ მობეზდება თვითონვე წავა. და აი თუ მობეზდა და წავიდა, ნუ ესე იგი აი ზუსტადაც მოლოდინი რაც მქონდა რომ ის წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან, აი თითქოს როგორი მომენტია, თქვენსა ნებისყოფას ისო, აი ეს მომენტი დამრჩა მე აქ ხა არ ვიცი, ვისთვის არის ეს გაშლა, ალბათ მე გადახედავთ და დაწერთ ვისთვის რეზონირდა, მაგრამ აი აქ როგორი მომენტია ესეთ რომ ადამიანი ელოდება თქვენ როდის მოიქცევით არასწორად თუ რაღაცა მიაქცევთ ზურგს, რომ მან თითქოს გაამართლოს თავისი თავი, რომ აი იმიტომაც არ ჩავდე და იმიტომაც არ მივუშვი ჩემს გულთან ახლოს, რომ აი ზუსტად რა მოლოდინიც მქონდა, რომ ის წავიდა და ჩემი ცხოვრებიდან ადგა და წავიდა. აი რაღაცა ესეთი უცნაური პერსონაჟია ჩვენთან მოსული სასაუბროდ. რჩევა თქვენთვის. ცოტა უცნაური.
შემოკარგებ, აქ თუ თქვენ ვინმე ქალბატონი იმყოფებით ურთიერთობაში, კონკრეტულ თქვათ დაოჯახებული ხართ და იმყოფებით ურთიერთობაში. მაშინ გასაგებია ამ ადამიანის განცდები და ამ ადამიანის თუ სამკუთხედ სიტუაციაში ხართ, ოღონდ ნახეთ, სწორად გამიგეთ და ნუ მიწყენთ, იმიტომ რომ არის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც არა მარტო მამაკაცებს ყავთ ხოლმე მესამე პირები და ქალბატონებსაც ყავთ ხოლმე მესამე პირები. ნუ ეხა ვის რა სიტუაცია აქვს, მდგომარეობა, ეს ყველა ინდივიდუალური მდგომარეობა და შესაბამისად არავინ არავის არ განკითხავს და არავინ არავის არ გაკითხავს, იმიტომ რომ ყველას თავთავისი ცხოვრება აქვს და იმისთვის რომ გავიგოთ მეორე ადამიანის განცდები, მინიმუმ მისი ზომის ფეხსაცმელი უნდა ჩავიცოთ. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან დიდი იყოს, ვიღაცისთვის ისეთი პატარა, რომ ძალიან მოუჭიროს, ხო? ამიტომ არავის არ განვიკითხავთ, მაგრამ გეტყვით, რომ თუ აქ ქალბატონები არიან კონკრეტულად ურთიერთობაში და ყავთ მეუღლე, ან უბრალოდ ყავთ რაღაცა სხვა ურთიერთობა გქონდათ და რაღაც მერე გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და ეხლა ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში ხართ, გასაგებია ამ ადამიანის სიტუაცია, რატომ უყურებს ამ ყველაფერს ესე, რომ ერთ შვენიერ დღეს თქვენ რაღაცა მოგბეზდებათ ეს ადამიანი და წახვალთ მისი ცხოვრებიდან და მიატოვებთ და დაუნკრებთ ყველაფერს და ისევ თავიდან მოუწევს ყველაფრის აღდგენა. გასაგებია აქ რა არის, როგორ არის და რანაირადაც არის. აი, რჩევას რაც შეეხება, მოდი სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. თუ სამკუთხედ ურთიერთობაში ხართ, რაღაცნაირად ეცადეთ და დაამუშავეთ ეს მდგომარეობა, რა გინდათ, ვისთან გინდათ და როგორ გინდათ, იმიტომ რომ აქ ადამიანი აშკარად თვითონაც გაურკვევლობაში არის. ანუ თითქოს აი რაღაცა მომენტი, ახლა უფრო მისახვედრია, რატო გაგერიდათ, რომ თქვენ ნამდვილად მისთვის შანსი ხართ და თქვენთან ერთად უნდა იყოს თუ პირიქით ჩაჭრას ურთიერთობა და თქვენ გაიქცევთ თუ არ გაიქცევთ, აი რაღაცა ადამიანს იმყოფება, ესე ვიტყვი, უფრო გაურკვევლობაში, უფრო რაღაცა სიზმარში, სადაც არ არის დარწმუნებული ბოლომდე, რომ აი ეს სიზმარი რაღაცა კეთილად დასრულდება მისთვის, ხო, რაღაცა ეს მომენტი. თუმცა, აი აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თქვენ შორის არის ემოციაც, არის ტოლვაც, არის ურთიერთობის სურვილიც, მაგრამ აი იმის იქეთ ქმედებაში, გრძნობებში, რაღაცა თქვენგან მოლოდინებში იმოდენად აი რაღაც ესეთი სიტუაცია იქნება, რომ ნუ აშკარად ადამიანს მოდით ესე გეტყვით, არ სჯერა ბოლომდე თქვენ. აი სწორად გამიგეთ, რასაც გეტყვით. აი არ სჯერა, რომ თუ თქვენ ხართ ურთიერთობაში განსაკუთრებით და ეს ადამიანის გამოჩნდა, თითქოს ადამიანი ფიქრობს, რომ თუ იქ მოიქცა ესე, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემ ურთიერთობაშიც იგივენაირად არ იქნება მერე. ამიტომ აქ ცოტა სიფრთხილე გმართებთ და რჩევა არის ის, რომ ცოტა სიფრთხილით მიუდექით ყველაფერს, ცოტა რაღაცა კონკრეტულად რაღაცა ისეთი იმით მიუდექით ყველაფერს, იმიტომ რომ არ შეცდეთ. არ ვიცი ვისთვის არის, მაგრამ აქაც დასტის ფონი იმპერატორი, იმპერატრიცა, მოვჭერი იმპერატრიცაზე, აქ როგორც ჩანს არის სამკუთხედი, აღარ სამკუთხედი ქალბატონის მხრიდან. არ ვიცი ვისთვის არის ეს, მაგრამ ალბათ ვიღაცისთვის არის რაღაც ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოესმინა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ყველას სიკეთეს, სიმშვიდეს, მატერიალურ კეთილდღეობას და პირად ურთიერთობებში უსადრო სიყვარულს. დროებით.